აქტიური ან ნაშა ანახე რა. სულ თვითონ წერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. ისევ მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფი. ძალიან მაგარი, როგორ გაყიდი ამ ხელა მანქანა და როგორ უანგაროთ, როგორ მიეცი შენ მეზობელს დასახმარებლად, აი. ფული გიდაბა და შენ საიდან იცი? ვერავისრულე ჩემი ოცნება პარიზი რა, ვერამისრულე. დაბა ჩემი ოცნება ჯანმრთელი ბავშვებიო. ამასაც არ მოველოდი თქვენგან ჯანდაბას თქვენი თავი თქვენი ზედი უმადურები და დაუნახავენ. აი მე ძველი ნუნუ დაგვიბრუნდა. მაგმა იმუნობას გირჩევნია საბუთები მოაწესრიგო. ყირგიზეთში რომ მიფრინდავთ. არ გირეში. რა შეურაცხყოფას მაკენებ? საბუთები მე დიდი ხანია მოვაწესრიგე უკვე. სხვათა შორის ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ყირგიზეთში წასვლა და მზად ვარ უკვე ყველაფრისთვის. ბატა ალაგებ ესე იგი უკვე ხო? ალაგებ ხო ვაშხო. ესე ადრე ადექი? ადრე რა ეხლა ხო გითხარი რა სპინას ვქირა უქმეთქი. ხო. ხო და თან რაღაცები ქონდა ჩასალაგებელი და ესე ავდექი და თან მივეჩვი ყირგიზეთში ხო ყოველდღე 7 საათზე დგებოდი ხოლმე და 7. ბოჭე რატო ასე ადრე 7 საათზე იწყებდით ხოლმე მუშაობას? არა უბრალოდ ეს ცხვრები ბღაოდნენ და დილის 7 საათზე იწყებდნენ ცხვრები ბღავილს? არა ეგენი სულ ბღაოდნენ უბრალოდ მე ვდგებოდი დილის 7 საათზე ხო. შენგან ლოგიკურია. ხო ეგ კი არა ეხლა შენ იცი რა მითხარი? წუხელ მთელი ღამე შუბლზე, წარბებზე, წამწამ ქუთუთოებზე, ლოყებზე რატო მეფერებოდი რა სიზმარს ნახულობდი ეს გამარში? არანაირი სიზმარი ლაშა არაფერი არ მინახავს უბრალოდ ხო გადავდივარ ეხლა აქედან და მე რა ვიცი აბა როდის გნახავ კიდე როდის ნახავ მეთქი და ბანემ ყველაფერი ერთად მეთქი ხო ხდები ეს რა ხო ნორმალური არ ახარ. მოიც არა ნორმალური არა ისე. ლაშა ისე აბა ეხლა მაგაზე კი არ ფიქრობ შენ ხო ყოველ ღამე ძილისინ. ვინ გაკოცებს შუბლზე? მე რო აქედან გადავა. მოიცა შუბლზე მკოცნიდი ხოლმე? აბა ყოველ ღამე ლაშა აბა შენ რა გონი ისე ტყილად რატო გეძინა? შენ არ ახარ კაცო ნორმალური არ ახარ შენ. არა მე და შენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ პატა და კიდევ კარგი რომ ეს ყველა მიცის. თორე აი ხა წარმოიდგინე ვიღაცა უცხორო გვისმენდეს ჩვენ. სულ სხვა ორიენტაციის ადამიანების საუბარს გაქვს ჩვენი საუბარი. კარგი ლაშა ეხლა შენ მართლა ვერ ხარ ნორმალური ეხლა რა. შენ ხო ხარ რა. ლაშა იცი რას გეტყვი მე რო არ ვარ ნორმალური ხო ეგ არც მაწუხებს და შენ რო ცდილობ რომ დამალო და თან მაინც რო არ ხარ ნორმალური რა. მანები ერთი თავი რა დამანები რა. მოიცა და შენ რომ მეუბნებოდი რაღაცაო ეს ამ ბინის პატრონსო უნდა დავაკლებინო ფასიო მეძვირებაო რაკენ დააკლებინე არა ლაშა არაფერი არ დაუკლია მაგრამ ეხლა რომ მივადგები ჩანთებით ეხლა სახში ხო უკან ხო არ გამომაგდებს არა მოიცა რატო არ გამოგაგდებს უკან ვითომ რა უფლება არა აქვს თუ რა არა უფლება აქვს როგორ არა აქვს ეხლა ესეც აქვს და კანონიერი უფლებაც აქვს მაგრამ ადამიანობა საწაიღი ადამიანობა არა ხარ მეთქი ნორმალური რომ ვიძახი აბა ნორმალური? აი, მე არა ვარ ნორმალური, დაუშვოთ, მაგრამ შენ იცი ვინა ხარ? აბა, სუქანი არა ნორმალური ხარ შენ. ო, რაგჭის ბიჭო, დიეტა, როგორ დაარღვი? ერთი დღე როგორ ვერ კაი, როგორ დაარღვი, როგორ რაგჭის? გითხარი ათაჯა, შენს გითხარი და ყველას ვუთხარი. ნუნუს ოპერაცია ესე წარმატები და კარგად რომ დამთავრდა, ხო? სიხარულისგან ახტაცებულმა და შეჭამე ყველა. მეთქი ხელში მომდა. აბა, კარგი გეხვეწები, ხა შენი ჭირვე არ მათქმევინო, რეები ჭამე და რამდენი ჭამე კიდე. გეტყოდი, მაგრამ ბანალური ხუმრობაა და თან კიდე ხალხია მოსული და ნორმალური ვერ ახარ ხო. მაგაზე გამახსენდა ხო იცი ის რაღაც გამოთქმა რო არის ხო იცი ერთი.
ქართველები ჩვენ ქართველები ვართ რაც ავართ ხო იცი ეგ გამოთქმა მერე? ხო რაღაცა ის დებილური გამოთქმა მე მგონი არა რა არის ეხლა აი ჩვენ ქართველები ვართ რაც ავართ ხო გასაგებია მაგრამ რაზე ვჩერდებით ხო რაზე ვჩერდებით ხო ცოტა უფრო მეტი მოვიდომოთ უფრო წინ წავიდეთ არა მესმის ის მაგრამ რა გჭირთ ხალხო რაზე ვჩერდებით რა არ არის ეს ნორმალური არა სულ აზრი არ არის მეთქი ნორმალური მე ვთქვი და ეხლა არ შე თვითონ იციანას კარგი ლაშე ერთი გამანებე თავი რა გაგანები მაგ გაჩერებაზე გამახსენდა ეხლა მომისმინე ერთი წუთი მე ხო გინდა გახდომა ხო და მე გეტყვი რაც უნდა ქნა ადექი და რა ქენი იცი 8-ის მერე აღარ ჭამო 8 საათი რა ამბავია პატარა საათი რა შუაშია ლაშა 8 კილოზე გაჩერდი მე აღარ ჭამო ისე მართალი ხარ პატარა ნორმალური წონის და ცოლების შენარჩუნება არ შემიძლია არა ლაშა სერიოზულად გეუბნები ადექი და ის ბიზნეს დიეტა რო ხო იცი ბიზნეს დიეტა იქ დაიცავი და გახტები ახლა კარგი დიეტაა ხო მოიცადე იმასაც აქ დიეტა ნი იმას კაცო ის რა შუაშია ბიზნა მიქაუტაძეზე გეუბნები ჩვენი მეზობელია პირველზე ამა ის რა შუაშია ის ანუ ის არა ის ის პირველზე რასავს მიქაუტაძე ჩადი მე კითხე და გეტყვი წამოდი ადექი მომეხმარე რაღაცები ჩასალაგებელი დამრჩა კიდე იქ და არა პატა მომისმინე ხარ ჩასალაგებელი კი და მოგეხმარები მაგრამ აი ხა წეღან რო ალაგებდი რაღაცა შევნიშნე რაღაცა ჩვენი ნივთებიც მიგაქ და რა ვარიანტი არაფერი ლაშა არ ინერვიულო ხა დროებით ცოტა ხნით წავიხებ ხო ხტები მაინც ხა და მე დაგიბრუნებთ ხა იქ რო გადავალა ახლა სახში მეზობლები რო დამინახავენ და რაღაცა რო თქვან რო ესე ბერი რაღაც რო მივალ რო ვარ ამდიდარი კაცი გადმოსულა ჩვენთან ქირითო ხო ხტები ხო აი ეს რო იქ არა ნორმალურიც კი აღარა ხარ შენ რა არა არანაირი რა ნორმალური რა გიხვეწე მიდლენე მიდი გააღიკარი რა აი არა ნორმალურს უნდა ჩავალაგებინო ეს ბარკი გამარჯობა როგორ ხართ ქალბატონო ნუნუ გამარჯობა ელენე რამდენ ხანს მალოდინეთ კართან გაგიხმეს თავები ყველას ესე იგი კარგად აი რა კარგი რაღაც მოგიტანე ნახე რა კარგია ძალიან დიდი მადლობა უი დიდი მადლობა კი არა რაც ეგ შანდალი სახში შევიტანე მის მერე ვერ გავიხარე რა აღარ მინდა მომაშორე კონდეს შე გია არა ეგრეა გია არა მაგრამ უბრალოდ გია ხტები აი ეს აი გია ეს ხო ძველი საქმე რატო ერთოლებს საქმეს გია უბრალოდ გია აი ეს დაემახსოვრე და აი ესე მომართე ხოლმე და ძალიან თქო ის აღარ გამაგონა კარგი გია გეხურე ჩაკაფული მოგწონს გადასარევია აი როგორ გითხრა ეხლა აი ვიცი რომ გაცოთილი სიტყვა ვიცი რომ არავინ აღარ ხმარობს და თუ ვინმე ხაროს მე დავცინი მაგრამ აი დაგლიჯა რა მაგრამ თანამედროვე ვარიანტიც არსებობს არც ეს მოგწონს მანდამაინც მაგრამ აი გაასწორე აი გეკენამ კიდე პირი არ დააკარა აი რა მამა სანამ მკითხავდე თუ რანაირი ქართველი ვარ იცი რა მაინტერესებს რამდენი ხანია რაც მაგ კითხვას უსვამ ყველა ადამიანს ყველა ჩვეულებრივი საქციელის შემდეგ მე გეტყვი მაგას თავიდან რანაირი ქართველი ხარ კი არისო ხო თავიდან იყო ვაიშას მამულიშვილობას მერე იყო სად არის შენი პატრიოტიზმი და მერე იყო რანაირი ქართველი მაგა ის ატომ გამორჩა რა ქვია თუ საით მე ექნება საკუთარ თუ როგორ უნდა გავწყვეტეს იბერია ხო ჯერ ეს იყო და მერე იყო რანაირი ქართველი ხა ეხლა ვნახოთ შემდეგი რა იქნება ო საინტერესოა მამა შეხედე რა ესე თქვენი მასხათ ასაგდების გავხდი ხო რა კაი მომისმინე დღეს ხო იცი პაატასთან მივდივართ ახალ ბინაში ვართ დაპატიჟებული ისი და ამერიკა უკვე დამკითხა მარინა თუ მოდისო და რატო გითხა მარინა თუ წამოვა მაშინ მე საჭმელებს აღარ გიყიდე და მარტო პურს ავიტანო რა თუნდა და პური ვიყიდე უკვე და ყველაფერი ჩალაგებული მაქვს მამა გზის ფულს მომცე? არა. აბა რის ფულს მომცე? არაფრის. კარგი, მაშინ არაფრის ფული მინდა 100 ლარი. კარგი, მაშინ გზის ფული იყოს და 2 ლარს მოგცე. 100 ლარი რა თქინდა, სად მითიხარ დედა? რა ვიცი, რაღაც საქმეები მაქვს და მაიცა. ეხლა 10 ლარს როცა მართმევ ხოლმე, მაშინ უნივერსიტეტში მიდიხარ. როცა 20 ლარს მართმევ პოროხასთან. როცა 30 ლარს მართმევ, მაშინ უნივერსიტეტშიც და პოროხასთანაც, მაგრამ ეხლა სად მიდიხარ, ჰა?
აი, თუ გინდა დედი გორა გავა მე მითხარი. ებს აპარაკობ გია. აი. აი შეხედე, ისევ ძველი კეტები ჩაიცვა, ის გაგეკილი ჯინსი, ეს დაღეჭილი მაიკა და ეს თემებიც რაღაცნაირად აუწეწია რა. მე მგონი, ვიღაცა გოგოს ებრანჭა. მართალი ხარ, მარინა. ხო, აბა ეხლა გოგოს შარვალ კოსტუმით და ჯიბეში თეთრი ცხვირსახოცით შევხვდებოდი, როგორ? აი, წამოგცდა. ესე იგი გოგოსთან მიდიხარ, ხო? ხო, თავი დამანებეთ რა. კი. ბექა გენაცოდოს მამამი, მიროტაძეებია შეაფხნახილო. ბექუნა, როგორი გოგოა დედა? არ ვიცი დედა, პირველად ხვდებით ეს. როგორ დედმამა ვინ არიან არიცი? დედა, ეგ როგორ არ ვიცი, აბა ისე ხო არ შევხვდებოდი გოგოს. შევენ ეს ახალგაზრდები რა, არაფერი არ აინტერესებს. აბა, აი, რანერი ქართული ხარ. კარგი შენ კიდე, კარგი. არა, მართა ახალი რაღაც მანდა მოვიფიქრე როგორ ჩანს მე. კარგი, წავედი მე. მოიდა, სად მიდიხარ? ლუკმა არ ჩაგიდებს, არ შეიძლება, ბექუნა უჭმელი გასვლა. ხო იცი, შიერზე კუჭი გიბუყბუყებს ხოლმე და სიცველიან გოგოს. კარგი რა დედა. მომისმინე პატასთან, შენც ხარ დაპატიჟებული და ამოიყვანე ის გოგო რა. საღამოს. გიანეტა რა სიზამს? რაზე ზამზე დაბრუნდება უიფული დამჭაო. უიფული დამჭა. ეხლა 92-ში გახსოვ შეგან გასქურა რო წავიღე და ახლა ხანსო დაგიბრუნე. კი. ხო, უნდა წავიღო ისე. სტურუების ლოგინს ვაგზავნი სოფელში და მარტო ხო არ გავუშვებ და მაგასაც მივაყოლებ. ხო. გამარჯობა ნუნუბიცოლა, როგორ ხარ? გამარჯობა. ნუნუბიცოლა, ის მაინც არ მოგესალმები, ცოტა დისტანციას დავიჭე რა ეს. მეშინია იმ დღევანდელის მერე კიდე ცოტა შეშინებული ვარ და. მე კიდე მინდა მოგესალმოთ და დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მარტო მე კი არა, ძველი ნუნუ გადაარჩინეთ და დააბრუნეთ ჩემო მეგობრებო. რას მომფტერები ხართ, გაგიხმეთ თავის სამივეს. გამზადეთ შები გასქურა და საღამოს მოვალ და წავიღებ. კი ბატონო. აი მე ჯანდაბაშენ მოზრეს ხელი იმას და ვეღარ იპოვოს ვინც ეს ტახტი აქ დადგა. პატა ლაგდები უკვე გადადიხარ? გადავდივარ ელენე ხო, ბარემ მირჩენია ხა, რაც უფრო დიდხანს გავჩერდები უფრო მე გამიჭირდება წასვლა და ბარემ ავდგები და ეხლა წავალ. მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ, მაღაზიაში აქ ჩვენ მაღაზიაში პურზე რომ მოვალ ხოლმე, აუცილებლად შემოგივლი და გნახავთ ყველას კი. მოიძა, ჩვენ მაღაზიაში პურზე რატო უნდა მოხვიდე? იქ არ იქნება მაღაზია? არა, ლაშა რა არის იქ სხვა მაღაზიებში თქვენ სახელზე ამცესხულობენ და გასაგებია. პატა და რას მეუბნებოდი, სად არის ის ბინა? საერთოდ ნახე, კარგია. კი, ძალიან კარგი ბინა, საბურთალოზე არის, სამოთახიანი ბინა, გარემონტებული ესეთი სუფთა 300 ლარად. ხო, მაგრამ რა არის, რაღაც თავისი უცნაურობები აქვს, მაგრამ ის რომ მოხვალთ, ხო, რომ მოხვალთ მე ადგილზე გეტყვით, ეხლა მაინც ვერ მიხვდებით, ხო? რაღაც ძალიან სასაცილო ბინა, იცი? რაღაც ხან 40 კვადრატულია, ხან 50 რა. პატა, ეგ როგორ? როგორ და აიუნის კარის სახელურია გაფუჭებული და ხან ვაღებ ხან ვერა. ძალიან. ისე პატა, სიმართლე თუ გაინტერესებს, უნდა გითხრა რომ მართლა ძალიან მომენატრები. მართლა ლაშა. კი, ძალიან მომენატრები. აბა წარმოიდგინე ახლა ერთად რო აღარ გავიღვიძებ. რამდენ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, ხო? ხან უცელზე მეფერებოდი მე. ამ უჭიპო მუცელზე რო გადებინებდი ხელ, რო გარბოდი ხოლმე და დარბოდი ხო? მარტო მე კი არა, ნიკასაც მოენატრები, აგერ ელენესაც, მეც. რამდენი კარგი რამე გვახსოვს, რა? რამდენი კარგი რამე გვახსოვს შენ, ჩემ, რა ვიცი, რა ვიცი. ძალიან მომენატრები, ძალიან სასაცილოა! ცოტა თორ ვეღარ ვიცი, რა სასაცილოა რა. ძალიან სასაცილოა. ძინია კარგახანია რა. ხო, კარგი ხა, ხო, კარგი, ხო. მეც რა არის, გისმენ. მეც მოგიხდით, მადლობას, ხო შეიძლება? მადლობა, სერიოზულად გეუბნებით, მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის მადლობად გიხდით, ჩემო მეგობრებო. იმ ზურგს უკან ლაპარაკისთვის, იმ დამცირებებისთვის, იმ ნახევრად გაუთავებული პერანგებისთვის, იმ უგემური საჭმლისთვის და რამდენი გითხრათ. პატა, კარგი რა, მოგივიდა კაცო რა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. რა მოგივიდა რა, გეხუბრეთ. პატა, მეც ძალიან მომენატრები, ძალიან აქ რომ არ იქნები, ძალიან დამაკლდები. მაგრამ მე
გამახსენდება ნერვებს როგორ მიშლიდი და გადამივლის. მეც გაგეხუმრე. გამეხუმრე ხო? ბატა, იმ ხელა სიცარიელე დარჩება ამ სახლში შენ რომ წახვა. კარგი ელენე, რა იყო ეხლა? ესე ნუ მოიწყე, თუ გინდა დავრჩები რა. არა, სიცარიელი ჯობია პატა. კარგი ხო, კარგი და მან. ჩუტი არა, წავედი მე რა. აი, კარგად იყავით. აბა, შენიცი პატა, შენიცი და დროებით. ხო, თუ რამეა დამირეკე, ხო იცი? კარგი რეკა, ხო. კარგი დროებით. აბა, კარგად. აბა, რა დაგჭა რამე პატა. აი, ჩემი ტელეფონი უნდა წავიღოს, ვიდეოს გიღებდით რა და. აი, უბრალოდ ისე თქვენი რეაქცია მაინტერესებდა რომ წავიდოდი და ხო, აი, გადავიღე, მე გაჩვენე. ახარ, ვინც არ გიცნობს პატა ფერად. ხო, კარგი, წავედი ახლა და მოკლედ საღამოს სუფრას ხო ვაკეთებ ამ ახალბინასთან დაკავშირებით და ხო და უთხარით თქვენს გელოდები და დანარჩენებსაც უთხარით გიასაც, მაგრამ კარგი ბიჭო, რა მოგივიდა შენ. რალამაზად მიდის კაცო. მართლა მომენატრება ეს ჩურჩუტი ესა. ელენე. მე ძალიან მომენატრება. ბატა, როგორ მომენატრში რა გიქხარ? კარგი, დაწმარდი, დამშვიდი, ესე ნუ ნერვიულობ. ხო იცი, სულ ჩვენთან იქნება ხოლმე, ან შენ იქნები პაატასთან სახლში. იცი. კუჭმაჭი ესა? გადამიანა ხმა. მოიტერთი რა თებში, ხო იცი, ქვაბიდან მიყვარს ჭამანდან. უხრა, ესე წავაგე რა, გამიხმეს თვალები რა, ყველაფერს როგორ ვარ. რა ყველაფერში ვაგებ, აბა როგორ დაგცინო სიდაბლეზე, ვერ გავიგე რა გავაკეთე. დაწნარდი ბატა. დაუწყნარდი ხო? ხო, გავიგე ახალ ბინაში გადახვედი. შენ საიდან გაიგე? საიდან და ლაშამ დამირეკა დღეს დილით გახარებულმა და მითხრა ჩვენიდან გადავიდაო. მერე მისმა დამირეკა, მერე პატარა ბავშვმა, მე მგონი ლაშას ძიშვილი იყო, მერე ცოლ-ქმარმა ლაშას მეზობლები ვართო, მერე მათმა შვილმა დარეკა, კიდე გადავიდა ლაშაო, მერე კიდე სხვა მეზობელმა დარეკა. კარგი, გადავდივარ. რაღაცა ბინა ვიქირავე, კარგი ბინა, სხვათა შორის 60-ოთახიანი გარემონტებული საბურთალოზე 300 ლარად. აბა? 100 იაფად რატომ მოგაქირავა? არ მომაქირავა 100 იაფად, უბრალოდ თვის ბოლო რომ მოვა მე გაიგებს რომ 300 ლარად მომაქირავა ხო? კარგია, ეხლა სამსახურთან ახლოს იქნები და გასამართლებელი საბაბი აღარ გექნება დააგვიან. როგორ გეკადრება ბატონო კახა? როგორ რატო გონი? ეგოისა ვერ გეტყვი რომ რა ქვია, მარტო ცხოვრობ სახში და ვერ გავიღვიძე მეთქი და დამაგვიან და მეთქი, ჰა? ან იმას გეტყვი ბოლო-ბოლო რომ საჭმეს სუმე ვაკეთებ და დრო არ რჩება მეთქი. ან იმას გეტყვი რომ ლიფტის ფული არ გადამიხდია და ლიფტში გავიჭერე და შენება და ფერად ეს არ იცნობ კახა. არ არის. კარგად გილას ცხოვრობ, ხო? ნათელი ბინა. კი, ნათელი ბინა. მაღალჭერიანია? რა გინდა კახა? ეგეთ რაღაცებს რატომ ეკითხები? მაღალჭერი რა კითხვა? მაღალჭერიანია რა გინდა? ვერ გავ რატომ იწევ? რატო გინდა რომ პროვოკაციაზე წავიდე? რატო გინდა რომ პროვოკაციაზე წავიდე? დაწნარდი. კარგი. დაწნარდი. დამშვიდი. დღეს სხვათა შორის რაღაცა სუფრას ვაკეთებთ ახალ ბინაში გადასვლასთან დაკავშირებით და მეზობლებს პატიჟებ, მეგობრებს რაღაც და მოკლედ შენს ამოდი, შეგიძლია შენს ამოხვიდე გეპატიჟები. მართლა? ხო. ნუ ეხა პარტი დიდი არაფერი პარტია არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შენ ამოდი და შეგიძლია კიდე შენაირი 7 კაცი წამოიყვანო. ატა. დიახ ბატონო მინისტრო. დიახ ჭიკარტა ვარ. რა თქმა უნდა რა საბუთები კობასთან კარგით დროებით შევხვდებით. არა ბატონო, როგორ გეკეთებათ? სხვა რაღაც თქვა მინდა. მოკლედ დღეს რომ ამბობთ ჩემთან სახში სტუმრად ძალიან თქო მინისტრ დამიპატიჟერა, გეხოცები კარგი? მინისტრის დაპატიჟება რა თქინდა? რას ქვია, რა თქინდა ბატონო კახა? მინისტრი რომ მოვიდეს ჩემთან სახში, წარმოიდგინე, მეზობლებში და მეგობრებში ხო ვიმარიაჟებ ხო სახში, მინისტრი მყავდა მეთქი სტუმრად, რას ქვია რა თქინდა?
რას ლაპარაკობ? დარაჯი დაპატიჟე ჩვენს მინისტრს, მაინც არავინ არის მომსახეზე და გიხვეწები, მინისტრი დაპატიჟე ჩემთან, გიხვეწები რა. პატა რა უთხრა? პატა ბინაიქირავა და გეპატიჟებოდ, ხო? ეგრე როგორ შეიძლება ბატონო კახე რა, ეგ რა უტაქტობაა, ეგრე კი არ უნდა უთხრა. ატექი და უთხარი რომ ესა პატა ფერაძემ რაღაც ახალი ბინა გაჩითაო, ხო? და უთხარი რომ ჯიგრულად საღამოს ჩემთან გაიჩითეო რა დაპატიჟებო და ეს მოსაწვევის გადაეცი. კარგი? პატა მინისტრი საერთოდ არ გისწობს და როგორ დავპატიჟო? როგორ არ მისწობს? იმ დღეს დერეფანში რო შევხდა არ მომესალმა მოწიწებით? მოწიწებით კი არა გაკვირვებით. და რამ გააკვირვა აბა? რა და ცერათითი რო ქონდა ცხრიში შეყოფილი. რა ვქნა ხა მაშინ სურდო მქონდა და რა მექნა. იცი რა ქედი, ბატონო ახლა როგორ გაახსენე, იცი პატა ფერაძე იცი რომელიაო, ბუფეტიდან რა ქვია, ატმის კომპოტის ქილიდან ნაყოფებს რო იპარასო, ნაყოფებს რო იცი, ატმის, აი ეგ არის პატა ფერაძე და ეს მოსაწვევი გეხოცები გადაეცი. არა პატა ვერ ვეტყვი. ბატონო ახლა ძალიან მითხო მინისტრი, თუ გიყვარვარ მინისტრი დაპატიჟე ჩემთან რა. მიყვარხარ არა. თუ პატივსებ დაპატიჟე მინისტრი ჩემთან. არა. თუ მაფასებ ბატონო კახა. არა. და ეს რო ჩაცხო ეხლა. მე ხომ არ მცება. ჭადები ამოვიღე, ყველი ამოვიღე, ფუნთუშები ამოვიღე. ძალიან კარგი. წავედიმე სამსახურში. გია წაგიღო მაინც რამე. მარინა. კაი. ვა, კი რა იცოდი რომ შემოდიოდი? მე ხო ინჟინერ ელექტრიკოსი ვარ ლაშა. ხო. გი აი შენი ფული მოგიტანე. ეს ცოტა ლაშა. ცოტა მოიჭადე. ნუ ბიცოლას ოპერაციისთვის ამდენი არ უნდა მომეცა? ეგ ფული მოიტანე, მე ვიფიქრე ჩვენთან რომ ჭამ იმის ფული მოიტანა თქო, მაშინ ცოტა. ლაშა მარინა არ შემიძლია ამის ყურება რა. ლაშა, კი გამაფრთხილა სასტიკად ელენემ, რომ არაფერი არ შესთავაზო, მაგრამ ისეთი თვალებით იყურები. მოდი დაჭიქი. მოდი. მოსაკლავი ხარ მარინა რა, აი მოსაკლავი. რომ გითხო ელენეს ეს თვალები არ ჭრის. დიდი მადლობა მარინა. შეხედე რა, საცოდეობა არ არის რომ ამან არ ჭამოს. აბა. ესე იგი შენ დიეტა დაარღვია, ხო? არა, რას ლაპარაკობია? ახალი დიეტა ესეთი, ჭამ რამდენსაც გინდა და რასაც გინდა და ეგუები რომ სუქანი ხარ. არა ლაშა. მაინც არ უნდა დაგერღვია დიეტა. კი, არ უნდა დაგერღვია. შენ რას დიეტა დაარღვია, გაერღვა ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. იცი ცოტა თავი შემოინახე. პატასთანაც მარინას მოგსაჭმელები. იცი, ის ღამე შემოვიდა და მკითხა. ამის 2 საათზე შენი ყავი შემოსული? მე. კარგით, ახლა გავალ მე. როგორც ვთქვი, მართლა რაღაცა უხერხულია ასე ძალიან შეგაწუხეთ და გავალ მე ჩემთან გავალ და ამ რაღაცებს გავიტან და იქ შევჭი. როა შეგაწუხოთ, მართლა რა ის არის, ხო? გამიღეთ. მარინა, ესენი რო გათავდება, შემოვივლი მერე კიდე ხო? მოდი. დაჭირს ამბის რა არის ახლა? მე არ ვიცი რა. გია, რაღაც მინდა გითხრა, იცი, ლაშამ რომ მოიტანა ახლა ფული. ხوار დავამატოთ ცოტა და პარიზში ხوار წავიდეთ. რა ვიცი, მე კარგი იქნებოდა, მე ვიფიქრე სალომეს სწავლისთვის ხوار გადაგვედა თქო. იცი რა, სალომეს სწავლის ფულს რაღაცას მოვახერხებთ და აი წარმოიდგინე ახლა პარიზი, რომანტიკა, ჩვეულებრივი ხედები, ფანტასტიკური სამზარეულო, ბევრი სეირნობა. რა კარგია, შენ წარმოიდგინე ახლა, აბა, გაუნათლებელი სალომე, ქმარს ახალგაცილებული, პატარა ბავშვი თხელში. მაღაზიაში რომ უნდა მოვларეთ მუშაობის დაწყება, მაგრამ მათემატიკის და ენის არცოდნის გამო არავის რომ არ აყავს. არა, ჯობია სალომეს სწავლის ფული მოვაგროვოთ და პარიზში მერე წავალთ. მართალი ხარ, ჩემო მარინა, მართალი ხარ, წავედი ახლა სამსახურში, ბარემ გზად. სალომეს ფულსაც შევიდა ბანკში. კარგი.
მალე მოვალ. გეხოცები მინისტრი დაპატიჟე ბატონო კახა გეხოცები რა წამდნენ ჩემთან სახში მინისტრი ეგეც არ მყავდეს ეგა მინისტრი რა თუ მინისტრია ხო მინისტრია აბა რა ადა კიდე შენ თვითონ დაპატიჟე მე ვერ დავპატიჟე ბატონო კახა დასარეკი არ მაქვს ზარს უშვებ თელი დღე მაგრამ არ მირეკოს ეთქობა იმასაც არ არის დასარეკი ხო და მიდი გეხოცები შენი ტელეფონიდან დაპატიჟე და ეს მოსაწვევი გეხოცები ბატონო კახა დაპატიჟე რა ადა ხომ გითხარი ვერ დაპატიჟებ თქო კარგი რა თეკლა დაპატიჟე ბარში და მინისტრი ვერ პატიჟებს სახში ეგრე შუაშია არაფერში მაგრამ ხო ხვდები რომ ყველა შესაძლებლობას ვეპოტინები რა ან მაიმუნობას გირჩევი საქმეს მიხედო ხო იმ სოფელში რა ქენი მდინარიდან წყალი რო გადმოვიდა რა უნდა მექნა არაფერი ავედი სოფელში შევკრიბა მოსახლეობა ავედი მდინარესთან და ვისაუბრე მე მდინარის მოუში არაფერი არის მოდა დავიშალეთ აი ბურნთაძეები ჩივიან ხიდი ჩაუტყდათ და წუხან იმის გამო რომ კარგი რა ბატონო კახა მართლა ბოლო კარგი რა გეხოცები გაჩერდი რა ილია ჭავჭავაძეს ხოდა ხიდ ჩატეხილოვის პრობლემა და ეგ ბურნთაძეები თუ შეეწყვეტ ატა რისთვის ვიყავით ყირგიზეთში ჩვენ იმისთვის რომ ჩვენი საკუთარი თვალით გვენახა როგორ არ უნდა მოიქცეთ რომ რეგიონების განვითარებას ხელი არ შეუშლია მე რა ხო გავაკეთე სარწყავი არხები იმ სოფელშია რა ხო გავიყვანე ხო მაგრამ სამაგეროთ ირგვიმ სამსოფელს წყალმომარაგება შეუწყდა აი რატო ლაპარაკობ ეგეთ რაღაცას მაჩვენი ჩახედე ამ სოფელში გადახურა ყველა სახლი გადახურე ხო ღორის ფერმები ხო გავწმედი ამ სოფელში სარწყავი არხები ხო გავიყვანე არა დინარის გვერდებზე ჯებირები ხო დავაყენე არა გავამაგრე რატო არ უყურებ მაგას ყოჩახ პატა ყოჩახ კარგი ბიჭი ხარ დაიმსახურე რომ ერთხელ კიდე მეხუმრო ოღონდ ერთხელ შეიძლება რა გეხუმრო მართლა კარგი მოიცა და ერთ წუთი გავიხსენე რომ იქნები მაგ არქივში ხო მოიცა რაღაცა ფულზე მქონდა მაგარი ხუმრობა ფულასაზე მოიცა და ერთ წუთი გავიხსენე ფულზე რა მქონდა ბევრი მქონდა აჰა გამახსენდა ფულასაზე ერთი ხუმრობა ბატონო კახა ჩემთან სახში კიბეებზე ამოდით ფეხით. ხო. რატო და იმიტომ რომ ხურდის ჩასადებს ვერ მიწდებით ლიფტში. ბატა. ხო, აი ეს გამომართვი და კობაში უტანი ხელი უნდა მოგიწეროს. შენ ეს გამომართვი. კარგი, წავედი. მადლობა ბატა. დროებით. მინისტრია. ყვედიგია? ხო. ვე? ესა სტუმრები ყავდა? არა, ლაშას ნასუფრალია. მართლა დაიჭირს მაგბიც რა. რა ქენი სამსახურში? ჰეც, ანაკ. მიბლელებაში მივიდივარ. მართლა, სად? ერთი გვირით. სად? ყველა ხარს ასაგვირველია სამსახურო დაფარავს. სად, გია? თვითმფრინავით ასაგვირველიან. გია, სად მიდიხარ? სად? საზღვარგარეთ. სად საზღვარგარეთ? იცი მარინა, ხო ეს ახლა საქართველოს საზღვრის გარეთ ჩემთვის ყველაფერი სულეთი. გია, რას მაიმუნო? მარინა, აი მართლა გეუბნები რა. უთხარ, არ მინდა არ წავალ მეთქი, ვთხოვე, მე ნუ გამიშევთქი, მაგრამ არა გინდა თორა შემონა წახვიდე აუცილებელი საქმეო, ხომ აპატიებ, ხა? გია, არ გითქვამს, ჯერ სად მიდიხარ? სად მიდივარ, მარინა და საფრანგეთში მიდივარ. საფრანგეთში სად? პარიზში. გინდა რომ გული გამისკდეს, ხო? აი, რა ვქნა მარინა, რა ვქნა რა? აი, მე ჩემს ოცნებას ისრულებს ჩემი ქმარი. რანაირი ოცნებაა ეს? თუ რანაირი ასრულება? თუ რანაირი ქმარია, ვერ გამიგე. კარგი რა მარინა რა. ეგრე შენ სულ ჩემს ოცნებაში ცხოვრობ რა. თელი დღეს არ შეხარ, როცა გინდა წამოწები, როცა გინდა ადგები. და თან ოჯახში ფული მეუღლე შემოაქვს. უსამართლობაა გია. უსამართლობა კი არა, უსამართლობა ეს არის ომარ ცერცვაძეს ომუშები ნიუ-იორკში, მე კიდე პარიზში. აი ეგრე უსამართლობა. მე ხო ბედი არ მაქვს რა. კარგი, რა ვქნა მარინა, რა ეხლა, ნუ ძველი თავება რო ყოფილიყო, ნამდვილად წაგვიმოდე, მაგრამ ეხლა არ გამოდის, ხო იცი არა.
როგორ წამიყვანდი? როგორ და გასულ ნაგავი მიაბეს დენს ახლა და ინჟინერს ერთ ცოლს ვერ მივაბევინებდი? გია რა სიამოვნება გელის წინ? არა, რასთავარ? აი გემოვნები რა პარიზის აეროპორტში დაფრენიდან უკან გამოფრენამდე თვალებს არ გავახელო რომ შევთხოვით რამე არ დამეთვალიერებინოს. და მე და შენ ერთად წავედით პარიზში. როდის წავალთ პარიზში? წავალ. აი შენ რაც გინდა დამაბარე, მე ყველაფერს ჩამოვიტან. ვერ ჩამომიტან. ეიფელს ჩამომიტან? ტრიუმფალურ თაღს ჩამომიტან? ლუვრს ჩამომიტან? ჩამოგიტან. ცოტა პატარებს რა. ბრელოკების სახით. ბევრს. აბა მოდით, მობრძანდით, აბა. აი ეს არის ჩემი ბინა. კეთილი იყოს ჩემი. არაფერს არ მოგერიდო თავი ისე იგზენით როგორც საკუთარ სახლში, ხო? ისედაც უგრძნობთ პაატა იმდენი რამე წამოგიღია ჩვენთან. დაჯექი, შვენიერი ბინა. პაატა ძალიან კარგი ბინა, რაც მთავარია, კარგ ადგილზეა. და რაც უფრო მთავარია, ეს კარგი ადგილი შორს არის ჩვენი სახლიდან, ხო? თორე ისე ძალიან კარგი ადგილიც არა. კარგი. მეც მომწონს რაღაცნაირი მყუდრობინა. კი, ძალიან კარგი ბინა. იცი რა არის? თეკლა მართლა ძალიან კარგი ბინაა. ისეთი კარგი ბინაა, რომ იცი რა, სერიოზულად მეშინია. რამე უბედურებას არ მიმზადებდეს ფორტუნა. ხო. მაგრამ რა არის, ხა რაღაც თავის მინუსები აქვს და უშუალოდ ნუ აი გვერდით корпуსი ძალიან ახლოს არის. მაქსიმუმ 2 მეტრი იყოს დაშორება, ხო? ეგ მინუსია, აი გაიხედეთ, მინუსი ეგ აქვს. ერთი. მაგრამ რა არის, რაღაცა პლუსიც აქვს. მაგალითად, ისე ახლოს არის ეს корпуსი, რომ აქედან ჩანს 7 სხვადასხვა ტელევიზორი მეზობლების აბა და არც არ ჭირდება ტელევიზორი, ხო? აქედან 3-ს აქ 150 არხი აბა. ვაჰ. ისე პატა ძალიან სასაცილო ხედი გაქვს, ხო იცი? ხო, იცინეთ, თქვენ იცინეთ, ხო, მეტი ხო არაფერი არ გინდათ, იცინეთ თქვენ და ეს სხვათა შორის ყავა ხო არ გინდათ? კი, მე დავლევ. დალევ ყავას? კარგი. ნელდეიდა ერთი ყავა რა თუ შეიძლება რა. ხო, ეხლა ერთი წუთით. ყავა. აბა, დიდი მადლობა. თილად ლაშა გაიწე. გაიწე ბიჭო, გაიწე. დიდი მადლობა ნელდეიდა, აი გამომართვი. მადლობა. მოსვია ერთი სანამ ჯოხი დავდე შაქარი თუ აყლია ნახე. არა იყოს პატა, არაფერი არ მინდა, თუ რამე მომიდება მე თვითონ თხოვ ნელდეიდას. კარგი, მადლობა ნელდეიდა. ვა, ხედი. პატა, მოდი ახლა ეს ხედი რო ცოტა ოდნავ გვერდზე რო გადავდოთ რა, დროებით, რო ამბობდი რომ ესეთი ნათელი, მზიანი ბინაო, პრინციპში ხედი ვერ გადავდეთ. შენ ისე თქმა გინდა ახლა რომ ეს корпуსი უშლის მზეს? გვერდ корпуსი რო არის? მოდი აბა შენ ახლა ხვალ პირველი 15 წუთი აიღ და ჯექი სადასერენესის. და 4-20 წუთი აიღ და ჯექი და ნახავ თუ არ არის მზიანი ბინა. აგაცილეთ ხალხო რა ცოტა შუმათი ლაპარაკე. შუმა ცოტა მეზობელს ბავშვი ყავს და გაიღვიძებ შუმათ რა. პატა რომელს ზედას ქვედას თუ წინა корпуსის მეზობელს? სამივეს. ისე თეკლა შენ და პაატა რო არ დაშორებოდით ერთმანეთს, ახლა აქ ერთად იცხოვრებდით. აბა, კარგი იქნებოდა ნახევარქირის ფულს გადაიხდია. აი მე პაატა სულ დამავიწყდა. ნუნუმ შენთან წვერსაწური გამომატანა, მე თვითონ ვერ მოვდივარ და გადაეციო. ნუნუმ წვერსაწური გამოგატანა? ვა! ოჩახ ნუნუს მადლობა, ნუნუს მადლობა. ეგ წვენსაწური არის სტურუების. ხო და პაატასთან ინდოს ჯერჯერობითო, იმიტომ რომ მე სტურუებს გადაავიწყება და მე წავიღებ მეორე. ხო და ბოლოს გითხრა ნუნუმ პაატამ ვერსად ვერ გაიხარა და იქნება ამ ახალ სახლშიც ვერ გაიხაროს. უი ხო პაატა, კიდე აი ეს რომ ერთჯერადი თებშები და ჭიქები რო გთხოვე. ეს ძალიან კარგია, დიდი მადლობა. იცი, ჭკვიანურია, იცი, ახლა გია და მარინა მორენ აქ სუფრა გაიშლება და ამ ჭურჭლის გამოტანას ჯობია მე ესენი გადააგდებ. რა უნდა გადავაგდო, რას ლაპარაკობ, ამით რეცხავ ხოლმე მე. ხო, რეცხავ ამებს, ხო, ის ერჩევისთვის რო იცოდეთ, თუ გარესხვას დააპირებთ, ადუღებულ წყალში არ ჩავარდოთ, იკუჭება მე. გაიგე? რას გადავაგდო. პაატა. აბა ეხლა დაფიქრდი შენ რა. დაფიქრდი და აბა თქვი. აი ეხლა მე რო აქ დავრჩე, აი აქ დავწვე, დავიძინო, ვიყო, ვიცხოვრო აქ, დიდხანს აღარ წავედი, აღარასოდეს. კარგი იქნება. აბა კარგი იქნება, გიკითხე. რას მე მუქრები და რას მეჭხუბები, ლაშა, მოდი და იცხოვრე მე რამდენი ხანის გინდა დარჩი, მირას გეუბნება. თუ გინდა ჩემს საძინებელში დაიძინე, მე აქ ტახტზე დავწვევი, რა პრობლემაა.
აბა მე რამჭირს ელილი ცუდია. არ ვიცი, მაგრამ ეხლა სხვათა შორის მაგარი რაღაც უნდა გითხრათ, ეხლა გამახსენდა. ეხლა აქ დღეს უფრო რა იქნება. მარტო თქვენ კი არ დაგპატიჟეთ, ან მარტო გია და მარინა და ის ბექუნა და ისინი კი არ დავპატიჟე. მინისტრი დავპატიჟე. მინისტრი დავპატიჟე, კახროვარი, ჩემი უფროს, ხო ის პატარა. მაგას მივეცი მოსაწვევი მინისტრს გადაეცი მეთქი და მინისტრი უნდა მოვიდეს ჩემთან. იცი როგორ უყურავ ჩემ მინისტრს, გიждდება ჩემ ზედამთვარი ამოსთვის. თელ სამინისტროში მარტო მე უყურავ. იცი როგორ პატივცემ, რასტაბა უარს მეტყოდა ეხა მაგაზე, აბა, ჩემი მინისტრი. აბა, ბატონო. ესე კარგად იცნობ მინისტრს? რას ქვია? ელენე, ვიცნობ რა, შენ არ იცი მე როგორი კომუნიკაბელური ვარ, ჰა? კი, კომუნიკაბელური ხარ პატა. როგორც კი გაიცნობ ადამიანს, იმ წუთასვე ფულს ესესხები ხოლმე. ცოტას კეთილა შესხოთა შუს ამ მინისტრის დაპატიჟება ადრეც მინდოდა თქვენთან სახლში, მაგრამ მე შემწყდა და გადავიფიქრე. აი, არის ჩვენთან ისი შემწყვა პატარა. ისი შემწყვა და შენი ჭამის, ამის უაზრო სიცილის და ამის სიმღერების შემწყვა და კიდე რა ვიცი, რაღაცა. ისი შემწყვა, რატომღაც? ხო, წავედი მე ახლა, უნდა წავიდე. ბიჭს უნდა შევხვდე და ბიჭს მართლა? ტეკლა, ბიჭს უნდა შევხვდე. კარგი, მიდი, აბა შენ ისი და ამოიყვანე მე, გავგვაცანე ერთი, ვინ არის, რა ტიპია, იქნება დავცინო ცოტა იმასაც, ხო? წავედი, აბა. კარგი, მიდი. შენ ვის რა უნდა დასცინო ერთი გამაგები მე რა. ალბათ ძალიან სიმპათიური ბიჭი იქნება. ხო, აბა, ეხლა მე თეკლა ერისთავი ცუდ ბიჭს რატო შევხვდები? პატა უბრალოდ გატაცება იყო. ვა, თეკლა? ხო. აქ რა გინდა? და შენ რა გინდა აქ? მერც ულამაზეს გოგოს უნდა შევხვდე და მართლა რა დამთხოვა მე ერთმა უსიმპათიურესმა ბიჭმა დამპატიჟა და უნდა შევხვდე. და დიდი ხანია ხვდებით შენ და ის გოგო ერთმანეთს? კი, ესე ერთი თვე იქნება უკვე. და სად გაიცანი? რომში უნივერსიტეტიდან გაგვაგზავნეს პრაქტიკებზე და შენ? მე ამსტერდამში. ვან გოგის მუზეუმში გიждდებით ორივე ვან გოგზე. შენც ინტერნეტში გაიცანი ხო? ისა ბექა ბოდიში რა, იცი რა, თუ შეგიძლია სხვა მაგიდასთან რო დადგე, მაინც ის ბიჭი მალე მოვა და არ მინდა იფიქროს რამე, ხო ხდები? რა თქმა უნდა, ჩემი ულამაზესიც მალე მოვა და არ მინდა რომ გხდები. კი, კარგი. სად არის ამდენ ხანს ხო უთხარი არ მიყვარს დაგვიანება მეთქი. სად არის ამდენ ხანს რა? ხო მითხრა არ მიყვარს დაგვიანება. იგვიანებს უსიმპათიურესი? შენ ვერას მიყურებ, შენ ულამაზეს მიხედე. ისე სხვათა შორის უხდებით ერთმანეთს. დროზე მოდი, თორემ აქ ერთი ჩემი ნაცნობი ღლაპია და ნერვებს მიშლის და მაწუხებს. აი, ნახე? ჩემმა ულამაზესმა მესიჯი მომწერა. ნახე რა ყურადღებიანია. ზოგიერთებისგან განსხვავებით. უსმინე? დროზე მოდი, თორე აქ ერთი ჩემი ნაცნობი ღლაპია. მოიცა არ მითხრა რომ შენ მოიცა მე კი არა შენ არ მითხრა რომ მე ხო ბედი არ მაქვს რა მე ხო რას ამბობ რატო არ მითხარი შენ თუ იყავი მოინდომა ეხლა პატარა ბიჭმა ინკოგნიტოვანას თამაში მე ვარ პატარა? დიახაც შენ ხარ არა ის როგორ მომატყვე 27 წლის ვარო მაგარი ფეხბურთელიო და თან მაღალიო როგორც შენ მომატყვე, კარგი ხმა მაქვს, სწორი თმები და სხვათა შორის შენს თქვი მაღალი ვარო. ხო და შენ მომატყვე კიდე ძალიან დიდარი ვარ და ბევრი ფული მაქვს და საკუთარი კუნძული მაქვს შოტლანდიაშიო. ეგ მე არ მithქვამს? ხო, ვიცი. უბრალოდ ეგეთი წარმომედგინე. მე მეგონა ჩემი ოცნების მამაკაც შევხვდებით თქო და აჰა. აბა. მე მეგონა მაგარი გოგო შევავით თქო და
ეს შამპანიური ჯემია? არა, ბექა, შენ პატარა ხარ, შენთვის არ შეიძლება, თუ გინდა შენთვის კაკაოს შევუკვეთავ. აი ძალიან მომწონს, ძალიან კარგია მართლა, პატ, აი ყოჩახ. აი პატა, რამდენი წელია მე შენ გიცნობ და პირველად ნახე ადამიანი, რომელიც გაქებს. გავალ სამზარეულოში ელენეს მივეხმარე. კარგი, კარგი. მართლა კარგი ვინა, ეს მოწონს. შენ ხედი არ გინახავს გია. ხედი? ხო, აბა მიდი გადაიხედე ერთი. ხედი ახლა. რა მაგარი ხედია, კარგი რა გია, დამცინი რა არის, შენს დამცინი რა. რას დაგცინი, პატა. სანამ ეს გოგო ნახევრად ჩაცმული დადეს ამ ოთახში მაგარი ხედი გაქვს. რას უყურებთ? არაფერს შენ არ არის ეგრე. გადი, კაცო, გადი. ერთი წუთით ხო? გადი, ადამიანო. უყურე ერთი ამას რა დადღეში. გადი სამზარეულოში რა. შენი გაფუჭებულია ეს ხოთა. ეხლა ორჯერ ჩაუვთე რა. ის დაგვინახე, სადარბაზოში თაგვირეო, ნახე? რა არის რო? დიდი თავხედი ვინმე რო იცოდი ეს რა. გაითვალისწინე საომალო. არც უბრალოდ პატივის ემართეს, ელემენტარული ზრდილობა არა აქვს. ათაგირო. ო, არა კაცო, არა. ხო ბატონო კახა. ხო. მოხდი? კი, ეგ корпуსია, კი. კი, ეგ корпуსია, ხო ეს არა ქვია. ლიფტი არ მუშაობს და ფეხით ამოდით, ხო? კარგით, გელოდებით, კარგით. კახა მოვა? არა, რაღაც რას მოვარასლაბ, რაღაც სხვა მისამართი უთხარი და იქ მივა. მოიწყო სხვა მისამართი თუ უთხარი, აბა მინისტრი როგორ მოვა? არა, ის მინისტრის ის კონვერტში ნამდვილი მისამართი ეწერა, ეხლა აქ ჭისლაშა მინისტრს ხوار მოვატყუებდი, ხო? რატომ მოვუტყუე ეს კახა, მოსულიყო. კარგი რადესაა, გია რა, კარგი. არ მინდა რა, შემარცხინოს და ის მინისტრთან არ მინდა რაც. წავიდეს იქ და მივიდეს ეძებოს რა უყო ეხლა. არ მინდა. პატა, კარტოფილი შეიწვა. კარტოფილი შეიწვა? რა საინტერესოა, არა და მე ვხარშავდი? არა უშავს. ხო, არა, ეთყობა წყალი დაშრა და არა უშავს. მე ამოვხიკავ, ხო იყოს. პატა, ეს ნაგავი საწავი ხო? ნაგავი მათხოვე გავწმარინა. რა საკეთე? რა საკეთე? არაფერის მეზობლის სამზარეულოში გადავდი რა, რა გჭირს რა იყო, რა მოგივიდი. მეზარება ამის გატარა და მე თავისას რო წაიღებ, ვერ მივხვდებიან ამასაც წაიღებ. ო მაგარია. ო მაგარია, კი მაგარია. ხო ბატონო კახა. ხო. რა, ნუცუბიძის პლატოზე ხარ? რა ნუცუბიძის პლატოზე? ვინ გითხრა ნუცუბიძის პლატოზე მიდიო ბატონო? კარგი რა, დიღომი. დიღომში ვარ, ხო, დიღომში. მიდი წამოდი შენ გელოდები ციცხვილია ეხლა, მიდი. რა ხმოულა? ნახე რა, უკან გადმომიდა რა შეხე. ეხეთე უკან გადამდე რას მივხვდებოდი ეხა ესე მალე თუ მივხვდებოდა ჰა წავალ ამას წავალ გავიტან თორე მინისტრი რომ რაღაც სისხლი ნაგავს ხوار დავახვედრე ხარა ა მინისტრი კაცო გაიგე გეუბნები საგია შენ და აჰა ნახე მინისტრი მინისტრი არა ის გია ბეკას ხوار დაურეკავს როგორ მაინტერესებს როდის მოვა და როგორ გოგოს მოიყვანს იცი დღეს თეკლაც ხდება ერთ ბიჭს მართლა კი ძალიან ნერვიულობ უი, თქვენ არიცით, ხო? რა ბავში? რა? რა და თურმე თეკლა და ბექა ერთმანეთს არა, მომის მართალია ხა თეკლა ბექაზე უფროსია, მაგრამ ძალიან კარგი წყვილია. ხო, კარგი. ელენე, შენ დედა ხარ და იცი ალბათ, რომ საერთოდ ყველა დედას თავის შვილი ყველაზე კარგი გონია. მაგრამ ჩემი ბექა მართლა ძალიან კარგი ბიჭია. ხო, კარგი, ხო, კარგი. კარგი, მოკლედ ახლა ესე გავაკეთოთ. რა გავაკეთოთ? ისიც რომ მოვლენ, არ შევიმჩნიოთ, თვითონ არაფერი არ ვიცით. არ შევიმჩნიოთ, ცოტა ვითამაშოთ და მაგრად ვიხალისებთ. რა სიტყვა? ოჩახ, აი დღეს უკვე მეორედ დაიმსახურე შექნება. კარგი, რა დროს ხუმრობა? ის რატომ მომატყუე? მაღალი და გამხდარი ვარ. ვარ. ხო, რა ვიცი, არ გეტყობა. შენ რომ მომატყუე ქერადაც ისფერ თვალება ვარო? ვარ. ხო, შენ რა ვიცი, შენ მართლა არ გეტყობა. აუ, მე მგონი მართალია ბებია ჩემი რა. რატო?
რატო და ეს კომპიუტერი მართლა ეშმაკის მოგონილია? არა რა, ჩემი ბრალია, უნდა მივხვდარიყავი, რომ გიას შვილი იყავი. როგორ უნდა მიმხვდარიყავი? როგორ და Facebook-ზე რანაირი ქართველები ვართ ჩვენ პეიჯი დალაიქებული გქონდა. მოიცა, სულ შენ გელაპარაკებოდი? და იმ ღამესაც შენ გელაპარაკე? კი და ძალიან გთხოვ აღარ გააგრძელო. ხო. ბექა, იცი როგორ მოვიქცე? თვითონ საერთოდ არ გვილაპარაკია. ხო, ძალიან რთული კი იქნება. როგორ მოვიქცეთ? რა ვიცი, თუ გინდა ვიყოთ აქ ცოტა ხანი, ვინმე შემოვა ალბათ, ან ვინ შემოვა, რა ვიცი. ბექა, ვინმე სეტყვი ამ ამბავს? რა ვიცი, ისეთი სასაცილო ამბავი შეგვემთხვა, რომ ვინმემ რო არ დაგვრცინოს საწოდაობა. ისე ჩვენებს უთხრათ თუ გინდა. არა, გეხოცები არავითარ შემთხვევაში მაგათი თავი არ მაქვს. ვითომ ვინმე სხვას შევხვდით? ხო? მე ვეტყვი რომ შევხვდი იმ გოგოს და არ მომეწონა თქო. ხო, მე ვეტყვი რომ შევხვდი იმ ბიჭს და ჩემი შესაფერისი არ იყო თქო. მე ვეტყვი გაწიწილი იყო თქო. მე ვეტყვი ასაკით პატარა იყო და დაბალი თქო. ამას უყურე. ხო, მიყურე და იყავი. მატყუა. მატყუა რა, ვინც არის ეთყობა. ანუ გაზაფხული შენს გიყვარს? კი, მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს. და ფილმი მარტო სახლში შენს გიყვარს? კი. ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ფილმი იყო და ეხლაც ძალიან ხალისობ ხოლმე. და ირაკლი ჩარკვიანის ორღანი 78 მართლა მოგწონს? კი, ძალიან კარგი სიმღერაა. ისე კარგი ხმა მაქვს რომ ამბობდი, მართალი ყოფილხარ. ისე შენც ლამაზი ფერის თვალები გაქვს მართლა. არა. კარგი, დავიშალოთ ახლა. პატასთან მოდიხარ, ხო? კი, წავიდეთ, ტაქსით წავიდეთ, მე დაგპატიჟებ. დამპატიჟებ კი არა, ხელი მომკიდე, არ გამექცე გზაზე არ გადაირბილო. აი, ახალგაზრდა გოგო ხარ. კერკ დუგლასი რატომ მოგწონს მითხრა? ხო ბატონო კახა, ხო. კარგი რა ბატონო კახა, რა უყურადღებო ტიპი ხარ, აქ ჭირს ვერ გავიგებ. ვინ გითხრა დიღომი? მე გითხარი დიდი დიღომი. დიდი დიღომი, დარტოვეთ გითხარი, ხო? დიდი. ეგ სიტყვა მაინც ვერ გაიგე, დიდი. ხო, კარგი, გელოდებით. შენ გელოდებით ახლა მიდი დროზე. კარგი. თეკლა და ბექა მოვიდნენ. აბა არ ვიმჩნევ, აბა თამაში წავიდა. ეხუნა, მარტო მოხვიდე, დედიკო, ის გოგო რატო არ წამოიყვანა? ეჩქარებოდა და და კარგი გოგოა, მამა? კი, მე დავინახე შემთხვევით ძალიან კარგი გოგო, ბეკას ჯობია. ბეკას ჯობია. თეკლა, შენ რა ქენი? მე გადავდეთ შეხვედრა. ერთი ამბავი გამახსენდა და უნდა მოგიყვეთ აუცილებლად. ხო, აბა. მოკლედ, ჩვენთან სამსახურში ერთმა ბიჭმა ინტერნეტით გაიცნო გოგო. და დაუნიშნა პაემანი, შეხვდა და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს გოგო ჩვენი თანამშრომელი ყოფილა გვერდითა ოთახიდან. ესე აღმოჩნდა. თუმცა ისოვენ ერთმანეთს. მართლა? მე ეს ყველაფერი ახლობლებმა შეიტყვეს, მაგრამ ესენი არ იმჩნევენ, ვითომ არაფერი არ მოხდა. როგორ კარგად თამაშობენ ეთყობა, ხედავ? მე ის რომ ჩვენ ახლობლებიც არ ვიმჩნევ. საიდან გაიგეთ? საიდან და აგენტი ყავს, აგენტი. მაგ აგენტს მოხვდება ეხა ერთ ადგილას. კარგი თეკლა, და ეხლა რა საპირებთ? მე გეტყვი, გვრიტებო თქვენ თორმა. ისიც რა ქენი, ჩემს გვერდზე კორპუსში ხირავდება ძალიან კარგი ბინა. და იქირავეთ და იცხოვრეთ ერთად, აბა როდემდე უნდა იყოთ ასე ახლა, ჰა? აი, პატარა, არაფერსაც არ ვაპირებთ, მეგობრებად ვრჩებით. ძალიან კარგი, კარგით. მეგობრებად თუ მეზობლებად? თუ მეზობლის მეგობრის მეზობლებად. რა ჩვენ დაგვრცინით? ვინმე სხვას დაცინეთ რა? აი მაგალითად პაატას. რატომ უნდა დავცინო? პაატას აზე უნდა დავცინოთ, ხო?
რა ვიცი, მიზეზი გინდათ? ხოჭი პრინციპში რა თქვი და მიზეზი? კარგი, გალა სამზარეულოში საჭმელებს მივხედა. კარგი. მიდი გოგო გაყევი დედაშენს მიეხმარე, მიდი გაყევი. ატა, აბაზანაში უნკანიდან წყალი წვეთავს. ბავშვი, რა მაგარი ტიპი ხარ. რას ქვია წვეთავს? რაღაცა ის კი არ არის, არასერიოზული ბინა კი არ არის. კი არ წვეთავს. მოთხრიალებს. წვეთ. ხო, რა ვიცი. მაგრამ მგონი მეზობელთან ჩათქრიალებს. რასაბო, საჩათქრიალებს. კაცო, წამოდი მაჩვენე ერთი წუთი. არ დავსხდეთ კაცო ახლა, აღარ შემიძლია. კარგი, ერთი წუთი ლაშა დაწნავდი ახლა რა გაამზადებე კიდე რაღაც საჭმელებს დაამატებე, ამ მანამდე ჩემი ministris მოვა და დავждებით მე. კარგი, რა ministri აღარ მოგვეს დამახსოვრა. აი, ხო არ მიჯერებ, ხო აი ნახავ. აი ვიღაცა მოვიდა მე მგონი ministri თუ არ იქნება, აი ნახე ერთი წუთი რა, აი დამელოდე ერთი წუთი. ლაშა, ახლა შენ გჯერა რომ ამასთან შეიძლება მოვიდეს ministri, აი ახლა. კარგი, რა გია, რა ministri კაცო, რის ministri მოვა. შეიძლება კახა ამოსო, შეიძლება კი კახა იქნება, იმდენჯერ მოატყვა და იმდენი მისამართი უთხრა სუტყვილი რომ ერთადერთი корпуსი დარჩა მთელ თბილისში და მოაგონო ამასაც რა. აი მე მშია კაცო აღარ შეგვიძლია. ბატონო ministro მობრძანდი. ამჯობა ბატონო ministro. როგორ გამიხარდა რომ ეს მობრძანდი ძალიან კარგი არა ის საღამოში დავისა. ერთი წუთი გაიცანით ესენი ჩემი მეგობრები არიან ეს ლაშა არის ეს გია როგორ გამიხარდა რომ ესე პატივი დამდეთ და ესე სასიამოვნოა მაგრამ თქვენ მბრძანდებით რას ქვია ბატონო ministro მე ვიმბრძანდები და მე გახლავართ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ministrია გაზიდა თქვენი სამინისტროს თანამშრომელი პატაფერაძე გამარჯობა რომელი პატაფერაძე მდინარის ჯებირი რო გააკეთა ის პატა დიახ ეგوار ის უხარისხოდ გაკეთებული ჯებირი რო მოინგრა ეცეთ არა და ადიდებულმა მდინარემ ახალდაგებული გზაც წაიღო მართლა ძალიან და მიუხედავად ამისა მაინც მოხვედი ჩემთან სტუმრად ხო ძალიან დიდი მადლობა მე სხვა საქმეზე ვარ მოსული რა ხდება სხვა თქვენს ქვემოთ ცხოვრობ და წყალი ჩამოდის თხრიალეთ ანუ ჩემგან ჩამოდის და მაგიტომ მეც არ გამიკვირდა რა ხელსარიელი მოვიდა მეთქი ხო კარგით ბატონო ministro მოვზანდით და ნახოთ აბა რა ხდება იქნება მოვაგოროთ ეგ პრობლემა მოვზანდით აკეთ მოვზანდით რაგი ხო მოვიდა რა მნიშვნელობა რა მოვიდა ხო მოვიდა yes ministro მოვალე ხო აი ესა გია მართლა ministri ესა კი ხო რომელია წულუკიანი წულუკიანი ხო სახელი თეა დავითი ქვია ამას დავით წულუკიანი ხო დავით წულუკიანი მოვზანდით ბატონო ministro მოვზანდით თურმე რა მარტივად იკეტება და როგორ ვერ ვაკეთებდი აქამდე რა მარტივად იკეთდება თურმე ყველაფერი პირობას გაზრევთ რომ ამის შემდეგ ესეთი რაღაც არ განმეორდება აუცილებლად გამოვასწრებ ყველაფერს დიახ ერთი იმ სოფელში გააკეთეთ ყველაფერი და მეორე ჩემთან ალბათ წავალ მე თვითონ მივხედავ სახლის რემონტსაც და სოფელსაც ნუ კი ეგრე ჯობია როგორ ჯობია ეგრე ჯობია ხო რა ვქნათ თქვენ მიხედეთ თქვენ გააკეთეთ მართლა ეგრე ჯობია და მე იქნება ჩემი ონკანიც რომ ეგრე ჯობია ხო კარგით ბატონო ministro ის კეჩუპი და მაიონეზი თუ ჩამოვიდა ჩემი ბრალი არ არის აი მე ჩამოუშვებ რა ვიცი წავალ მე მაშინ მივხედავ საქმეს ისე ინფორმაციისთვის პირველი შეხვედრა იყო როცა მოსახლეობას ხვდებოდი და უკმაყოფილებას მე გამოვხატა დარჩენილი ყავით აი პაატას ახალ მოსახლეობას აღნიშნავ და ხო მართლა მე რას აკეთებთ დაასხეთ რანაირი ქართველები დავზანდით რა კარგია როგორ გამიხართ ხო გეუბნებოდით მაგარი კაცია მეთქი ჩემი ministri არა ბატონო ministri
ანუ ნამდვილი პროფესიონალია თქო, ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმის და ჩემთან მინისტრი და მეწავალი ხა ელენეს და მარინას ვიტყვირო და კანონ მინისტრია ჩემთან. მინისტრია მოსული ჩემთან. ბატონო დავით, რა ხდება სამინისტროში? მუშაობთ. ესე ერთ სასაცილო ამბავს გეტყვით. დიახ. ჩვენი ორი თანამშრომელი გავუშვით ყირგიზეთში და მაგარი ვიხალის. ჩვენც ისა, ხო ბატონო და ერთი შეკითხვა ქონდა თქვენთან. აი ახლა ეს საგაზაფხულო ხნათესვის ამბავი რო არის ახლა ხო? აი როგორ იქნება ახლა თქვა ეს ხო როგორ იქნება ეს? არა, ეგ ჩვენი საქმე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თემაა. ეგ სოფლის ხო გასაგები. ხო და ვაუჩერების არც ეგ არ გვეხება. კი, აბა, ამათ ვაუჩერებს. არც ვაუჩერები. არა. აჰა. და პენსიები? არც ეგ. და აბა, პენსიები საერთოდ რა შუაში ამათ. აი. ხო, აბა თქვენ რა საკეთებთ? მინისტრი, ჩემი კარგი მინისტრი. მინისტრი. და, ბატონო მინისტრო. ძალიან მიხარია რომ მოხვედით. იცით რა არის, ხარ ავიფიქრე რომ გამიხარდა რომ თურმე ჩემი მეზობელი ყოფილხართ და ყველაფერი ესე მოგვარდა და იცით რა უნდა გთხოვოთ ახლა მე ხო აქამდე სამსახურში მარშრუტით დავდიოდი ხოლმე ყოველდღით. ხო და მოდი ხვალიდან თქვენი ჯიპით ვიაროთ ხოლმე. აი. შეიძლება? აუ ძალიან დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. მაშინ რა ვქნათ, სიყვარული ცოტა ადრე გავიდეთ სამსას, უფრო სწორად ცოტა გვიან გავიდეთ, იმიტომ რომ ხო უნდა დავლიოთ ახლა დღეს და სვავთ და ხო და დილით სანამ სამსახურში მივართ ერთ ადგილზე გამატარეთ რაღაც საქმე მაქვს, მაგარი კეტები უნახე და უნდა ვიყიდო, ხო და ეს გამატარეთ ერთ ადგილზე და ერთი სათხოვარი მეც მაქვს. მართლა კეტები გინდა თქვენს? სამსახურის ბუფეტში დიახ, კამპოტიდან თლიანად ატმებს ნუჭან ცოტა დატოვე რა. კარგი ბატონო მინისტრო, დავტოვებ აუცილებლად. კი ბატონო, მაშინ მოდი ესე შევთანხმდეთ. 3 ატმის ნაყოფი რო დავტოვო მარტო, საკმარისი იქნება? შევთანხმდით. რა ვქნა რა. ცოტა ფული მაინც მქონდეს რა, წავიყვანდი ამ პარიზში რა. ვისպես ეს ხო ფული რა, კოტემ აქეთ გამომართვა ამ თვეში ფული. სერგოს ხო ვერაფერს ვერ გამოიყენებ. ოხ მარინა რა. რა ეს პარიზი მოგწონს რა. მოგწონებოდა ქაბული რა, რამდენი მიზეზი მექნებოდა რომ ქაბულში არ წამეყვანე. ვეუბნები რა, ისწავლე ეს პლუსი და მინუსი რა, არა? ოხრახუში და ქინძი. უნდა ვიყავი ახლა თბილისში და წერია შენი ოხრახუში და ქინძი. რა ვქნა ახლა? რაც არის უნდა დავურეკო ლევანმას რა. რა დაელაპარაკა ახლა მაგას, აი. დაიწყებს ახლა. გია, როგორ ხარ? რატომ მირეკავ ფული გჭირდება ესე არ დამირეკავდი შენ. აი. ლევან გამარჯობა. ხო, მე ვარ ხო. როგორ ახარ? ხო, მომდე ამასთან. როგორ ხარ? ხო რა, საქმე მაქვს შენთან რა, დევიდო, ხო. მისმენენ, ეს ლევან, ახლა მე სამსახურიდან მიშვებენ მივლინებაში პარიზში რა. და ხო იცი ახლა მარინას როგორ უვარს ახლა საფრანგეთი, პარიზი და მე კიდე იმის ფული არ მაქვს, რომ არა, კარგი ხო, პირდაპირ გეტყვი, ხო. შეგიძლია მას ეს ხო 1500. არა, ჩუქება არ მინდა, არა. არა, არ მინდა, არ გეუბნები მე შენ, რომ არა, ვიცი რომ შენ კი რომ აბარასპიზამ, ხო. კი, ვეტყვი, ხო. გავახარებ, ხო. მადლობა. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ და ხო. აბა შენიცი ლევან. ხო, მადლობა. გმირი ქმარი ყავს ჩემო მარი.
უპრინციპო, მაგრამ გმირი. მარინა! შენს უთამოყარო ქარ, შეთვის სურპრიზი აქვს. აქტიურია ნაშა ნახე რა. სულ თვითონ წერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. ისე მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფი. ძალიან მაგარი, როგორ გაკედი ამ ხელა მანქანა და როგორ უანგაროთ, როგორ მიეცი შენ მეზობელს დასახმარებლად, აი. ფული გიდაბა და შენ საიდან იცი? ვერავისრულე ჩემი ოცნება პარიზი რა, ვერამისრულე. აბა ჩემი ოცნება ჯანმრთელი ბავშვებიო. ამასაც არ მოველოდი თქვენგან ჯანდაბას თქვენი თავი თქვენი ზედი უმადურები და დაუნახავეთ. აი მე ძველი ნუნუ დაგვიბრუნდა. მაგმა იმუნობას გირჩევნია საბუთები მოაწესო ყირგიზეთში რომ მიფრინდავთ. არ გირეში, რა შეურაცხყოფას მაკენებ. საბუთები მე დიდი ხანია მოვაწესრიგე უკვე. სხვათაშორის ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ყირგიზეთში წასვლა და მზად ვარ უკვე ყველაფრისთვის. ბატა ალაგებ ესე იგი უკვე ხო? ალაგებ ხო ვაშ. ესე ადრე ადექი? ადრე რა ეხლა ხო გითხარი რა სპინას ქირა უქმეთქი. ხო? ხო და თან რაღაცეები ქონდა ჩასალაგებელი და ესე ავდექი და თან მივეჩვი უკვე ყირგიზეთში ხო ყოველდილი 7 საათზე დგებოდი ხოლმე და. 7. ბოჭე რატო ასე ადრე 7 საათზე იწყებდით ხოლმე მუშაობას? არა უბრალოდ ეს ცხვრები ბღაოდნენ და. დილის 7 საათზე იწყებდნენ ცხვრები ბღავილს? არა, ეგენი სულ ბღაოდნენ, უბრალოდ მე ვდგებოდი დილის 7 საათზე, ხო. შენგან ლოგიკურია. ხო, ეგ კი არა ეხლა შენ იცი რა მითხარი? წუხელ მთელი ღამე შუბლზე, წარბებზე, წამწამ ქუთუთოებზე, ლოყებზე რატო მეფერებოდი რა სიზმარს ნახულობდი ეს წამწამში? არანაირი სიზმარი ლაშა, არაფერი არ მინახავს, უბრალოდ ხო გადავდივარ ეხლა აქედან და მე რა ვიცი, აბა როდის გნახავ, კიდე როდის ნახავ მეთქი და ბარემ ყველაფერი ერთად მეთქი ხო ხტები ეს და. ნორმალური არ ახარ. მოიც არა ნორმალური არა ისე. ლაშა ისე აბა ეხლა მაგაზე კი არ ფიქრობ შენ ხო ყოველ ღამე ძილისინ ვინ გაკოცებს შუბლზე? მე რო აქედან გადავა. მოიცა შუბლზე მკოცნიდი ხოლმე? აბა ყოველ ღამე ლაშა აბა შენ რა გონი ისე ტყილად რატო გეძინა? შენ არ ახარ კაცო ნორმალური არ ახარ შენ. არა მე და შენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ პაატა და კიდევ კარგი რომ ეს ყველა მიცის. თორე ეხლა წარმოიდგინე ვიღაცა უცხო რო გვისმენდეს ჩვენ. სულ სხვა ორიენტაციის ადამიანების საუბარს გაქვს ჩვენი საუბარი. კარგი ლაშა ეხლა შენ მართლა ვერ ახარ ნორმალური ეხლა რა. შენ ხო ხარ რა. ლაშა იცი რას გეტყვი მე რო არ ვარ ნორმალური ხო ეგ არც მაწუხებს და შენ რო ცდილობ რომ დამალო და თან მაინც რო არ ხარ ნორმალური. ამანები ერთი თავი რა დამანები რა. მოიცა და შენ რომ მეუბნებოდი რაღაცაო ეს ამ ბინის პატრონსო უნდა დავაკლებინო ფასიო მეძვირებაო რა კენ დააკლებინე არა ლაშა არაფერი არ დაუკლია მაგრამ ეხლა რომ მივადგები ჩანთებით ეხლა სახში ხო უკან ხო არ გამომაგდებს არა მოიცა რატო არ გამოგაგდებს უკან ვითომ რა უფლება არ აქვს თუ რა არა უფლება აქვს როგორ არა აქვს ეხლა ესეც აქვს და კანონიერი უფლებაც აქვს მაგრამ ადამიანობა საწაიღე ადამიანობა არა ხარ მეთქი ნორმალური რომ ვიძახი აბა ნორმალური? აი, მე არა ვარ ნორმალური, დაუშვათ, მაგრამ შენ იცი ვინა ხარ? აბა, სუქანი არა ნორმალური ხარ შენ. რა გჭირს ბიჭო? დიეტა, როგორ დაარღვი? ერთი დღე როგორ ვერ კაი, როგორ დაარღვი? როგორ რა გჭირს? გითხარი ათაჯა, შენს გითხარი და ყველას ვუთხარი.
ნუნუს ოპერაცია ესე წარმატები და კარგად რო დამთავრდა, ხო? სიხარულისგან აღტაცებულმა და შეჭამე ყველა. რაც ხელში მომდა. კარგი გეხვეწები, ხა შენი ჭირვე არ მათქმევინო, რეები ჭამე და რამდენი ჭამე კიდე. გეტყოდი, მაგრამ ბანალური ხუმრობაა და თან კიდე ხალხია მოსული და მაგაზე გამახსენდა, ხო იცი ის რაღაც გამოთქმა რო არის, ხო იცი ერთი? ქართველებიო, ჩვენ ქართველები ვართ, რაც ავართ, ხო იცი ეგ გამოთქმა? ხო. რაღაცა ის დებილური გამოთქმა მე მგონი. არა, არის ეხა, აი, ჩვენ ქართველები ვართ, რაც ავართ, ხო, გასაგებია, მაგრამ რაზე ვჩერდებით ხო? რაზე ვჩერდებით, ხო? ცოტა უფრო მეტი მომიდომოთ, უფრო წინ წავიდეთ, ხო? არა, მესამეს ის, მაგრამ რა გჭირთ ხალხო, რაზე ვჩერდებით რა? არ არის ეს ნორმალური. არა, სულ აზრი არ არის მეთქი ნორმალური. მე ვთქვი და ეხლა არ შე თვითონ იციანას. კარგი ლაშე ერთი გამანებე თავი რა. გაგანებე. მაგ გაჩერებაზე გამახსენდა ეხლა მომისმინე ერთი წუთი. მე ხო გინდა გახდომა. ხო და მე გეტყვი რაც უნდა ქნა. ადექი და რა ქენი იცი 8-ის მერე აღარ ჭამო. 8 საათი რა ამბავია პატარა. საათი რა შუაშია ლაშა 8 კილოზე გაჩერდი მე აღარ ჭამო. ისე მართალი ხარ პატარა. ნორმალური წონის და ცოლების შენარჩუნება არ შემიძლია. არა ლაშა სერიოზულად გეუბნები. ადექი და ის ბიზნეს დიეტა რო ხო იცი ბიზნეს დიეტა იქ დაიცავი და გახტები ახლა კარგი დიეტაა ხო. მოიცადე იმასაც აქვს დიეტა? ნი იმას კაცო. ის რა შუაშია ბიზნა მიქაუტეზეზე გეუბნები ჩვენი მეზობელი პირველზე ის რა შუაშია ის. ანუ ის არა ის. ის პირველზე რა მიქაუტეზე ბიზნა. ჩადი მე კითხე და გეტყვი წამოდი ადექი მომეხმარე რაღაცები.